გუდაურის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ ტანძიაში ჩვენი დროის გმირის, მეხანძრე მაშველის, გიორგი მარგიანის საფლავი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვირგვინით შეამკო. 29 წლის გიორგი მარგიანს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახალგაზრდა მაშველი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაიღუპა. 2022 წლის 29 ივლისს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენმა ტურისტების გადარჩენისას კატასტროფა განიცადა და ეკიპაჟის ყველა წევრი ტრაგიკულად დაიღუპა. 2022 წლის 30 ივლისს საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. უბედურ შემთხვევას სამწუხაროდ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველი ბოლნისელი სოფელ ტანძის მკვიდრი გიორგი მარგიანიც იყო. დღეს ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გარდაცვლილი გიორგი მარგიანის ხსოვნას პატივი მივაგეთ, საფლავი გვირგვინით შევამკეთ. ჩვენი ვალია მუდამ გვახსოვდეს გმირები, რომლებიც საზოგადოების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადაჯოზე დგანან. გიორგი უდიდესი სიცარიელი დაგვიტოვა. გიორგი იყო ნამდვილად აი ზნეობის, ქართველობის თავდაბლობის განსახიერება. ეტალონი იყო ვაჟკაცობის, სიყვარულის და ამიტომ მთელმა საქართველოს მიგულოა, მთელმა ტანძიამ უდიდესი სიცარიელიზე, მაგრამ არსებობს მაგ ტკივილთან ერთად ის უკვდავებას, რომელმაც ამ წუთისოფლისგან მაგან გადაინაცვლა. და უწყინვალესი ადამიანი ჩემ ხელში გაეზარდა თვალწინ, როგორც პატარა ბავშვი და ადამიანი არ მინახია, რომ თავის სამსახურებრივ საქმის მიმართ და ამ დიდ მისიას შეყვარებული, რომელიც თვითონ იყო და მართლაც გმირულად აღასრულა ეს ვალი და გადავიდა უკვდავებაში ჩვენი გიორგი.